ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად 8%-ზე ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო და მიზეზად განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა დაასახელა. სები ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს შორის შიდა და გარე ტურბულენტობას ასახელებს და პროგნოზირებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-იან ნიშნულთან ახლოს იქნება. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში პირობას დებენ, რომ ფასების შესანარჩუნებლად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, რომელიც ბოლო პერიოდში გაუფასურებით ხასიათდება, ამ ეტაპზე არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით ეკონომისტები ლარის მკვეთრ გაუფასურების საფუძველს ვერ ხედავენ. რეფინანსირების განაკვეთი ისევ 8%-ის დონეზეა. ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფლაციის მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეს დადებითი ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. თუმცა შიდა და გეოპოლიტიკური პროცესები უარყოფით მოლოდინებს ზრდის. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ვითარება მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდება, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. საშუალოვადიან პერიოდში კი 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. როგორც შიდა, ასევე საგარეო გაურკვევლობის ფონზე ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს და შესაბამისად აი ამ რისკების ანალიზიდან და მიმდინარე მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე ოპტიმალურად მივიჩნიეთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნება. ეკონომისტებისთვის ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. განაკვეთის ცვლილება სამომავლო პერიოდზე მოქმედებს. შესაბამისად, ინფლაციურ რისკებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის არგუმენტებს ეკონომისტები სრულიად იზიარებენ. მათი განმარტებით ასევე გასათვალისწინებელია, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ამ კუთხით სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებებზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. ჩვენი მოლოდინებიც ასე იყო პრინციპში და აქ მეგონი ბაზრის მოლოდინებიც რო ავიღოთ, ვინც არის ამ პროგნოზებში ჩართული, პრინციპში ყველა უცხოს ამბობდა. ის არის გასათვალისწინებელი, რა განაკვეთია ამერიკაში, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის, იგივე თქვენ თუ ნახავთ, თუნდაც ჩინეთის შემთხვევაშიც კი, ან ევროპის ცენტრალური ბანკის შემთხვევაშიც კი, ისინი ითვალისწინებენ იმას, რა განაკვეთია ამერიკაში. ნახეთ, რომ ინფლაციური პროცესები უკიდურესად სწორად და სუსტად იმართა ამ ქვეყანაში, ვინაიდან დღესაც ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს მიზნობრივზე დაბალი. ეროვნულ ბანკმა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძირითადში გარეპოლიტიკური რისკები, რომელიც განაპირობებს შემდგომ საერთაშორისო პროდუქტებზე ფასების ცვალებადობას, მათ შორის სალკეულ პროდუქციას მიმართებაში, ნავთობის ფასებთან მიმართებაში, მიუხედავად ამისა, ეროვნულ ბანკმა 8%-ზე შეინარჩუნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამური სცენარი არის ოპტიმისტური. ინფლაციის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი ეროვნული ვალუტის კურსია, რომელიც ბოლო პერიოდში უფასურდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარი 2 ლარი და 88 თეთრია, თითქმის 8 თეთრით მეტი იანვრის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით. ეკონომისტების შეფასებით მკვეთრი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს, ვინაიდან უცხოურ სავალუტო შემოდინებებში ქვეყანას დიდი ჩამორჩენა არ აქვს. ოთარ ნადარაია მოქალაქეებს ურჩევს, რომ საუკეთესო გამოსავალი დეპოზიტებისა და სესხების სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირებაა, ვინაიდან კურსის მერყეობისას სესხების ან დეპოზიტების ერთი ვალუტიდან მეორე ვალუტაში გადაყვანა, რასაც ბევრი ხშირად მიმართავს, მათ მოსალოდნელ ზარალს ყოველთვის ვერ ააცილებს. არ არის ეს დიდი გაუფასურება, რა თქმა უნდა, არც ძალიან მცირეა, ხომ? თუმცა მაკროეკონომიკურად არ არის დიდი გაუფასურება. გასაგებია, რომ ჩვენ ყველანი არ ავუქოთ ამას მარტივად, თუმცა ობიექტურობისთვის ეს მაინც უნდა ითქვას. ყოველთ გაუფასურებას ჩვენ არ ველოდებით ამ ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში არ განვიხილავთ ამას როგორც საბაზო სცენარად. სენტიმენტები და მოლოდინები უფროა, ვიდრე ის, რომ ჩვენ შეფასებით დღეს მიმდინარე ეტაპზე ყოველ შემთხვევაში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად დაგვეკვდა. კონკრეტულ რიცხვზე თუა საუბარი, ჩვენ ადრინდელ პუბლიკაციაში თუ დაახლოებით 2.9-ზე ან ზეპირ კომუნიკაციაში 2.9-ზე ქონდა საუბარი, ან უფრო მეტ გაუფასურებას ისევ და ისევ როგორც საბაზო სცენარს არ განვიხილავთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ ლარზე იყო სხვა ტიპის ზეწოლა, მათ შორის აჟიოტაჟური ზეწოლა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ კიდევ ლარზე წნეხი მაღალია, მათ შორის ეს წნეხი არის გარკვეულწილად ფსიქოლოგიური და მოლოდინების მატარებელი. სხვა კუთხით ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ
ფუნდამენტური ფაქტორები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ტიპის გავლენას ლარის კურსზე ვერ ახდენენ. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ უწყება ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ 3%-თან ახლოს იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა კი 12 მარტს არის ჩანიშნული.